დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ მყავხართ, როგორ გეძინათ? მოვედი გუშინ თქვი ლობიო ფართი მაქნება ყოლენეთ. და ლობიო უნდა გავაკეთო. თან ფიქრობ რომ აი წამალი უნდა დავიო დარეკა ზარმა შემახსენა. ხო, თან ფიქრობ რომ რა ვიდეოს გაკეთების ვიდეოც ჩავწერო? ვინ არ იცის როგორ კეთდება, მაგრამ ფიქრობ ჩავწერ და თან ამას ვისაუბრებ. ხო, გუშინ რომ მოვედი სახში მე რეგვია ჩემბიჩს მოუნდა რაც საჭმელი და სწრაფი კერძი იმის ვიდეოც ჩავწერე უცებ ნაუცბათებად და 15 წუთიანი კერძია იმასაც ჩავაგდებ გაჩვენებთ ნუ სულ ინტერესო არ გამომივიდეს ხო ეხლა რაღაც გამახსენდა არ ვიცი მოუყვე უნდა თუ არ უნდა მოუყვე ეგეც არ ვიცი უცებ რაღაც გამახსენდა რომ ვახსენე წინა ვიდეოში ვაჭრობდი მეთქი იმ თემაზე და იმ ნათქვამზე გამახსენდა და თან მოსაყოლე ამბავიც იქნება მეთქი ხო მე რომ ჩამომქონდა ტავარი ადგილზე ვყიდი უფრო მეტად მაგრამ იყო 1-2 ადგილი სადაც გამქონდა რომ იქაც ბევრი მელოდებოდა და ერთ ოჯახთან დავდიოდი და მე ხო ის არ იყო ახლობელი ჩვენი ნაცნობი იყო მაგრამ უკვე ასაკში შესული ქალი იყო და იმან ხო მე ძალიან კარგი ოჯახი იყო, თბილი ოჯახი იყო და თხოვა ცოტა ხანს არ წამოусულიყავი სახში. რაღაც გარეთ კარგი ამინდიც იყო, გარეთ გამოიტანა მის მარცალმა ყავა. დავჯეთით ვისაუბრეთ, ლამაზი ეზო ქონდა და მოაყოლა რაღაც თემას, ან ბევრი ვილაპარაკეთ და მოაყოლა თემას, რომ უფრო იმ თემას მოაყოლა ვიღაცის ღალატზე და რაღაცაზე იყო საუბარი რა იქ რაღაც მოხდა ამბავი იმაზე ვლაპარაკობდით და ადამიანსო რა არ გადაგხდებაო თავსო და რამდენიო რამეო ერთ სიტყვი რომ ამას არ ვიზამ და იმას არ ვიზამო არ გავაკეთებო და მეო რომ გავთხოვდიო ამ ოჯახშიო ძალიან კარგი მეუღლე მყავდაო სიყვარულით არ მოვსულვარ მაგრამო ბედნიერი ვიყავიო ძალიან კარგი ოჯახი შევქმენითო და კარგ ოჯახშიც მოუხდიო და ისეთიო ნუ სიხარულით ვცხოვრობდითო ჩემი ოქმარიო სად მუშაობდა აღარ მახსოვს ეს ბიულეტენებს რომ ღებულობდნენ და მე მიდიოდნენ სადმე დასასვენებლად და იქო დავყავდიო სულ არაფერსო არ მაკლებდაო ხანას არ მყიდულობდაო ხანას არ ჩუქნიდაო რათბილათო ვიყავითო ტყილათო და ვიცხოვრეთო ასეო კაი ხანიო და ჩემი ხარიო სადღაცო იყო თუ სწორად მახსოვს 65 წლამდე ამ მეტი ან ცოტა ნაკლები და ასაკ ზუსტად აღარ მახსოვს და ეგიაო თან თქვენს ერთად საქმეს ვაკეთებ მივეჩვიო ხალხო რომ ქმარშვილი შეერი არ დამჭეს თან საქმე და თან თქვენთან ერთად ყოფნა ხო და გახდაო მძიმედო ავათო რაღაცო
მოურჩენელი სენი ჭირდაო და ჩაწვალო გინათო და ვულიდიო და მე უკვე სამი შვილი მყავდაო, ბიჭებიო, დიდებიო და ეს ბოლო ნაბოლარა ბიჭიცო უკვე დიდი არისო დასაქორწინებელიო. გვიან დავაქორწინეო, მაგრამ დასაქორწინებელი დიდი ბიჭი არისო და ერთი დღეცო ძალიან ცუდად იყო უკვე ჩემი ქმარიო და ერთი დღეო მეუბნება რომ შემოდიო, კარიო დაიხურიო და რაღაც უნდა გითხრა. და გაკვირებულიო დავჭი ახლა ასეთიო განსაკუთრებული რა უნდა მითხრას რომ ნდოდა მარტო შევსულიყავი ოთახშიო და არა უკვე ხდებოდით რომ დღეები ქონდა დარჩენილიო და ისაო ხო გისმენო თავზე ვედექითო სულო არაფერს არ ვაკლებდით ისე ვფიქრე რამე უნდა სურვილი რა ვიციო რა უნდა მეო ვერ დაგიმალაო მითხრაო რომ მე აღარ ვიქნები მაგრამ მერეო დრო გავაო და ვინიცისო სად რა მოხდება აქამდეო მეო უყურებდი და ვაკონტროლებდი ყველაფერს და გიმალავდი ვერ გითხარი და გიმალავდი მაგრამ მერეო დაფიქრდი ახლაო და მე რომ აღარ ვიქნებიო ვინიცისო შეიძლებაო სადმეო ერთმანეთსო გადაეკვეთონო და ჯობიაო შენო იცოდეო შენო ისეთი ხალი ხარო ყველაფერს აიტან გაიგებო და ჯობია რომ ეხლა გითხრა ცეფო და დავფიქრდიო აზრმა გამიელვა თავშიო და ვფიქრე რა უნდა მითხრასო ხო მითხარიო გისმენო მითხარიო და რა უნდა მეთქვაო მომაკვდავ ადამიანზეო ფიქრები სხვაგან წავიდა მაგრამ მომაკვდავ ადამიანზე რა უნდა მეთქვაო და მეო სხვაგანო მყავსო შვილი ის ხალიო არაფერში არ არის დამნაშავეო მე ვარ დამნაშავეო იმ შვილს მე პატრონობდიო დღემდეცო ის ხალიო არც გათხოვილა და არც უწესო ხალი არ არისო პატიოსანი ხალი იყო ჩემი შეცდომა იყო ეს მაგრამ რადგან მე შვილიო მყავდაო თავიო ვალდებულად ჩავთვალე რომ მე პატრონაო მაგრამ ჩემი დანაშაული ის იყო რომ შენ ამდენი წელი ეს არ იცოდიო და შენ გატყუებდი გულზე უცბად მომხდაო ხო და გთხოვ რომ ამ შვილებსო ჩვენ საერთო შვილებსო ის გააცნო ისიც ბიჭი არისო და გააცნო გთხოვ ისეთ ფორმაშიო ჩავარდიო ეს ხალი ყვება ეხლაც რომ ყვებიო მეუბნებოდა ახლა ეს ხალიც აღარ ავკვეცით ხალ ახლაც რომ ყვებიო მაშინ რომ განცდა მქონდა ისეთი განცდა მაქვს ამ წუთასაც და ვერაფერიო ვერ ვუთხარიო და გამოვიხურე კარებიო და გამოვედი დავჯექიო წევედი ჩემს ოთახშიო და თანო ტირივარო თანო ფიქრობო თანო ვეღარ ხდებიო რა გავაკეთო და თან იმასაც ვამბობ რომ ახლა ჩხუბს და ახლა ყვირის რა აზრი აქვს დღეები აქვს დარჩენილიო თან ამ ხელა რამეს მეუბნებაო და ორი დღე და ღამეო ვიფიქრეო და შევედი ბოლოს ოთახში და ვუთხარი რომ არ შემიმჩნევია მასთან არაფერიო იმ დღეებშიო და ვუთხარი რომ იგი არა მითხარიო სად არისო ვინ არისო და გავუგზავნე ვინმეს ან რამეს ვიზამო და მოვიყვანო იმ ბიჭს და თქვენ შენს თვალწინო ამ ჩემ ბიჭებსო გავაცნო მითხრაო მენდო რა ეხლა ისედაც რაღა აზრი ქონდა იმისთვის და გავაგზავნეო მერეო ჩემიო უფროსიო ბიჭიო და იმის ამარცეო და მოვიყვანე
მოვიყვანე თუ და კარები რომ გააღო და შემოვიდავთ ეს ჩემი სამივე ბიჭიო ერთად არიანო და კარები რომ გააღო და შემოვიდაო და ერთიო შოკიო ჩემთვისო მაშინ იყო კიდევ რომ ჩემიო უფროსი შვილიო და ის ბიჭიო ერთმანეთს გავდენო ძალიან მეგონა რომ ჩემი შვილი მოდიოდა ისე გავდნენ ერთმანეთსო და ხდები რომ არ არის არც პატარა და არც დიდიო შემოვიყვანე ახლა ეს ბიჭიო და უთხარიო და იმან ეტყობა იცოდა უთხარი რომ დაჯექიო ჩემი შვილებსო ძმა ყოლიაო და უნდაო გაიცნოთ ერთმანეთიო და 4 ძმა უფრო მეტიო ძალა იქნებითო და მე მივეცი ჩემ შვილებსაც მაგის უფლებაო და დავჯექითო და ვილაპარაკეთო მივიღეო ადამიანურათო ყველაფერიო და მერეო მკითხეო რამდენი წლის ხარ შვილო და რომ ასაკი მითხრაო ზუსტად ჩემი უფროსი შვილის ტოლა იყო და კიდევ ერთიო შოკი მაშინ იყო რომ ანუ მე რომ მომიყვანაო იმ პერიოდში მიღალატაო და შვილებიც ერთად გაჩნდა ეს კიდევ ცალკე ის იყო დარტყმა ჩემთვის რომ მე მეგონა რომ ადრე იყო რაღაცა და გააჩინა შვილი და მე ვერ დატოვაო პატრონოთო და ისე პატრონობდა და რაღაცაო და არა რაღაც ვიზამდიო ვერაფერს ვეღარ ვიზამდიო და ან რაღა აზრი ქონდაო მაგრამ მე ისე გავატარე ის ჩემი ცხოვრება რომ ერთი წუთიო ეჭვიო არ მქონია იმაზე რომ ჩემი ქმარი აღამესადმე დადიოდაო ანუ სახში არ მოდიოდა ანუ პატივცემულოთო ყოლოდითო ან შვილებზე გადაყოლილი მამა არ ყოფილიყო ან მე მეგძნო რამე მისგან რომ ან სიცივე ან რამე ჩვეულებრივი თბილი ტკბილი ოჯახი ვიყავითო და რაღაც ვიზამდე ეხლაო ვერაფერს მაგრამო ჩემო მეუღლემაცო გახარებულიო დარჩაო რომ მისი ცოცხლეშიო ეს ძმებიო ერთათო ნახაო და ჩემო შვილებმაცო მიიღესო იმ დღიდანო იმ წუთიდანო რაღაცაო მოხდაო ჩემში ისეთიო არ ვიციო ჩემ შვილს რომ გავდა იმიტომო არ ვიციო რა მოხდა ჩემში არ ვიციო შვილივითო შემიყვარდაო ეს ბიჭიო და სულო ხშირათო რამე იქნებოდა საერთო რამე დაბადების დღე რამე იქნებოდაო სულ ჩვენ ოჯახში მოდიოდა მოყავდაო და როგორცო მეოთხე შვილიო ისე მყავდაო დღემდე ეს მაშინ ყვებოდა და ასეო გავაგრძელეო ცხოვრება მე ის დედამისიო არ გამიცნიაო რა საჭირო იყო მაგრამ მერეო გავიგე რომ ის ქალი არც გათხოვილა არც არაფერიო და ამ შვილს ზრდიდა და ეხმარებოდა ეს კაცი და ეს ისტორია რომ გავიგე გაკვირვებული მართლა გაკვირვებული და პირღია უსმენდი რომ ვერ გადავხარშე თავში როგორ შეიძლება მიიღო ადამიანმა ამ ხელაღალატი როგორ შეიძლება მიიღო შვილად ეს ცალკედ გაჩენილი შვილი მართლა ვერ გავიგე და დღემდეც მიკვირს რომ ამ ქალში იყო ამ ხელა ჰუმანურობა და ადამიანობა და ამან გააკეთებინა ეს თუ ის ქმარი მაინც კვდებოდა და აზრი აღარ ქონდა არაფერს და რა მნიშვნელობა ქონდა ეხლა ის ღალატობდა თუ აღარ ღალატობდა ხო მაინც მისი დამცირება იყო კიდევ მაინც დამცირება იყო ხო მაგრამ ის ყველაფერი ისე აიტანა იმ ქალმა რომ
არ ვიცი რა, მე დღესაც გაკვირვებული ვარ და იმ დღეს რომ ვახსენე ის რომ გამქონდა მეთქი ასე მყიდი მეთქი. აი იმ დღეს ამომიტივტივდა ეს თავში და ვფიქრობდი რომ რამე მოუყვე თუ არ მოუყვე, მოსაყოლი არის თუ არ არის მეთქი. ხო, ასეთი ამბავი გავიგე და არ ვიცი იმ ხალხს მართლა გადავეხვიე და უთხარი რომ აი შენს ქალობას, შენ ადამიანობას მართლა მალადეც მეთქი რომ რა ხელა ადამიანობა გამოიჩინე მეთქი რომ არც იმ ქმარს ჩხუბით არ გაუშვის მომაკვდავი ადამიანი და ეს რა გაგიკეთებია და ვაი და ვუი და ეს შვილიც რომ კიდევ გააცანი შენს ბიჭებს მეთქი აი ყოჩა მეთქი რა შენს ქალობას მალადეც მეთქი ხო და არ ვიცი ახლა თქვენ რას გამოთქვამთ ამაზე ეს მართლა რეალური ნამდვილი ამბავია და 1% აქ მე არც მიმატებული არც მომატებული არაფერს არ ვყვები ნამდვილი რეალური ამბავია ხო ახლა გავაგრძელოთ ლობიოს გაკეთება და მაინც გადავიღებ ვიდეოს მეგობრებო გავამზადე გეტყვით მაინც რადგან თქვენს ერთად ვაკეთებ ყველაფერს გეტყვით თორემ მწვანე ლობიოს გაკეთება ვინ არ იცის მაგრამ რა ვიცი ჩემთვის ცოტა განსხვავებულია ეს და იქნება თქვენც ასე აკეთებთ აი გავამზადე ლობიო გავრეცხე ეს ცოტას ვიძახი ყოველთვის იმიტომ რომ მე ბევრი რომ არ ვარ სახში არ ვაკეთებ ბევრს ლობიო ბულგარული გამზადებული პომიდორი კარტოფილი წვანილი ხახვი მაქვს დაბლენდერებული რადგან ჩემი ბიჭი არ მიიღებს არ უნდა მოყვეს ხახვი შიგნით ეს მწვანილი და ნიორი ბოლოს შაშპრამი და ქინძი მაკიდო ეს ბოლოს დასამატებელი რომ გამზადდება და ჩაის კოვზის ნახევარი ტომატი გახსნილი წყალში ჩავყაროთ ფენა ყველაფერი ლობიო საკმაოდ გამოვიდა ესე ბულგარული ხახვი ფენა ვაყრი ყველაფერს პომიდორი ცოტა წვენს გამოუწურავ პომიდორს რომელიც თავისი სიმჟავე აქვს და არ მინდა ზემოდან კარტოფილი ორთქლში მოხარშება წვანილი ტომატი ზეთი
წყალი, 1 ჩაის ჭიქა და კიდევ ნახევარი. მარილს სამწუთას არ ვაყრი, როცა წამოდუღდება და შუა ხარშვის პროცესში იქნება ლობიო რომ უკვე მოხარშვისთვის იქნება გამზადებული, მაშინ ჩავამატებ და მერე კიდევ ვადუღებ. დავადგათ საშუალო ცეცხლზე. ასე გამზადებული მოიხარშება მალე ამ დარჩენილ მწვანესაც დავჭრი, მეორსაც დავჭრი და უკვე მოხარშული რომ იქნება და მარილს და წიწაკას შევურევ, თან მაშინ ამასაც დავამატებ და კიდევ ხარშავ 1-10-15 წუთს. და კერძიც მზად იქნება. გაჩვენებთ გამზადებული როგორი გამოვა. აი სადღაც გავიდა 15-20 წუთი. ჩემი ლობიო ასე გამოიყურება ჯერ. და 20 წუთის მერე პირველად ამოვურევ, მანამდე არ ამოურიოთ. დავამატოთ წიწაკა, მწვანე რა თქმა უნდა ჯობია, მაგრამ მე ახლა არ მქონდა და მაგის გამო მაღაზიაში ვერ ჩავიდოდი. მარილი, რა თქმა უნდა გემოვნებით. ლობიო უკვე თითქმის მოხარშვისკენ მიდის. ეს ერთი ხომ ამოურიე ახლა. ახლა 1-15 წუთს ასე ვადუღებ. წვენსაც უკვე იშრობს. ვერ ვიღებ კარგად. აი 1-15 წუთი კიდევ დაჭირდება. ჩავამატე ბოლო მწვანილებიდან 2 5 წუთს ვადუღებ და მორჩა. მზად იქნება. დამერწმუნეთ, ასე გაკეთებული თან ადვილია, თან ძალიან გემრიელი. ეს აქ არ შეიმჩნიოთ, ხეხავ, მაგრამ ამას არ უშვებს არაფერი, თორემ გაზი კი მაგ გაწმენდილი. ამას არ უშვებს. გაჩვენებთ ახლა თეთრსა გადმოღებულს როგორი იქნება. აი, ნახეთ როგორია. ისეთი სუნი ტრიალებს მაძღარზე შეჭამდა კაცი. მეგობრებო, ახლა წავიდე და გავაგრძელო საქმეები. ხო, მართლა. მოხრაკულის ვიდეოსაც დაგიდებთ ეხლავე, რადგან ის წუხანდელი არის და გაჩვენებთ იმასაც. არ ვიცი რამ ხელა ვიდეო გამომივა, მაგრამ დავდებ რა. კარგად იყავით, დროებით, წარმატებული და ბედნიერი დღე ყველას. მეგობრებო, უცბად, ნაუცბათებად გავაკეთოთ აჭარული კერძი მოხრაკული. მოხრაკულისთვის დაგჭირდება მოხრაკულისთვის დაგჭირდება უკეთესია სოფლის კარაქი. რაოდენობას ვერ ჩამოგითვლით, იმიტომ თქვენ რამდენიც გინდათ იმდენი გააკეთეთ. ცოტა ყველი, ცოტა კვერცხი. დავიწყოთ. აი, დავწვათ სოფლის კარაქი. ჩემი კარაქი მარილიანია. მაღაზიის კარაქითაც კი გამოვა როგორ არა, მაგრამ ასეთი გემრიელი შეიძლება ვერ იყოს. არის მაღალპროცენტიანი კარაქებიც მაღაზიის, რომელიც კარგად იწვება, იმით გამოვა.
აქ მაქვს იმერული ყველი დაფშვნილი და ეს 4 ცალი კვერცხი უნდა ჩავატეხო ახლა. ჩემი ყველიც და კარაქიც რადგან მარილიანია, ამაში აღარ ვუმატებ მარილს. ავთქვიფოთ კარგად. ეს არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე გემრიელი კერძი. ჭადთან არის ყველაზე გემრიელი, თუმცა პურთანაც კი იჭმება. სოფლის კარაქი ასე დაიწვება. ჩავაყაროთ ახლა შერეული კვერცხი და ყველი. აი ასე უნდა იყოს. ცოტა გამოურიოთ. რაღაც მეფარება შუქი. ღამეა ახლა რომ ვაკეთებ და ასე ჩანს. გამოურიოთ. დავახუროთ სახურავი და საშუალო ცეცხლზე შევწვათ. გამოურიოთ კარგად. ქვემოთ იქნება შემწვარი. თქვენ თუ გინდათ დიდი კოვზითაც შეგიძლიათ ამოურიოთ. ნახეთ როგორია შემწვარი. ნახეთ, აი ნახეთ. 15 წუთში კერძი მზად იქნება. ძალიან გემრიელია. ჩვენთან ამას ეძახიან თქვი მოხრაკოს. სხვაგან კეთდება თუ არ კეთდება არ ვიცი და კიდევ რა ქვია და რას ეძახიან ნამდვილად არ ვიცი. კერძი უკვე მზად არის. ყველი არის ძალიან კარგი ყველი. შეწიწკინებულია. მზად არის. 15 წუთში მოვამზადე. სადეთ აბა თქვენც.